2015 წელს ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ფუტკრის პროდუქტებთან დაკავშირებული ცნობიერება მეტისმეტად დაბალი იყო. მეფუტკრეების დიდი ნაწილი ცნობდა მხოლოდ ტრადიციულ მიდგომებს, ინოვაციების მიმართ ინტერესი და სწრაფვა კი თითქმის არ არსებობდა. რეგიონებში მცხოვრები მეფუტკრეების ცნობიერებისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ასევე დარგში ინოვაციების დანერგვა იყო მეფუტკრეობის რეგიონალური ცენტრის შექმნისა და გაშენების მიზანი, რომელმაც ფუნქციონირება 2021 წელს დაიწყო. დადგა საკითხი, რომ ხომარ გაგვეკეთებია ისეთი ცენტრი, სადაც მოხდებოდა მეფუტკრეების ცოდნის ამაღლება და გამომდინარე იქედან, რომ საქართველო მაინც ნეიტრალურად ითვლება და აქ ჩამოესვლება როგორც სომეხ მეფუტკრეებს, ასევე აზერბაიჯანულ მეფუტკრეებს, გადაწყდა საქართველოში, კერძოდ თბილისში გაკეთებული იყო ასეთი ცენტრი, დავიწყეთ ტერიტორიის მოძიება თბილისში, სადაც განთავსდებოდა ასეთი სამეცნიერო ცენტრი. აქ იყო საშინელება, მივარდნილი ადგილი, სამშენებლო ნარჩენები, რა ვიცი, ძალიან ცუდი სიტუაცია იყო, მაგრამ რა ვიცი, დონორის და ჩვენი მონდომებით ეს ტერიტორია მოვაწყვეთ, გავალამაზეთ. მომზადდა სწავლების პროგრამები და დაიწყო ტრენინგების ციკლი მცირე, საშუალო და პროფესიონალი მეფუტკრეებისთვის. ძირითადი მიმართულება არის ინოვაციების დანერგვა, ასე ვთქვათ. რომ ჩვენ მეფუტკრეებს უხსნით, ეს სასწავლო პროგრამაშია შეტანილი, რომ მეფუტკრეობა არ არის მხოლოდ თაფლის წარმოება. ეს ტრადიციულად ესე იყო ჩამოყალიბებული კავკასიაში, რომ თუ ყავს ფუტკარი, აუცილებლად უნდა აწარმოო მხოლოდ თაფლი და ამით უნდა კონდეს შემოსავალი, მაგრამ ეს როგორც საერთაშორისო პრაქტიკიდან არის გამომდინარე, მეფუტკრეობას აქვს უამრავი მიმართულება, გარდა თაფლისა იწარმოება უამრავი მეფუტკრეობის პროდუქცია და მინდა გითხრათ, რომ ეს ჩვენი, ასე ვთქვათ, მონდომება, რომ მეფუტკრეები გადაგვეყვანა სხვა რელსებზე და არ ეფიქრათ მხოლოდ თაფლის წარმოებაზე, ჯერჯერობით წარმატებით მიმდინარეობს, იმიტომ რომ უამრავმა მეფუტკრეებმა დაიწყო უკვე სხვა მეფუტკრეობის პროდუქციის წარმოება და გადამუშავება. ცენტრში მუშაობენ აპიტურიზმისა და აპითერაპიის პოპულარიზაციის მიმართულებითაც. მეფუტკრეები ადგილზე იძენენ როგორც თეორიულ ცოდნას, ისე პრაქტიკულ უნარჩვევებს. მეფუტკრეებს არა მარტო თეორიულ მეცადინეობას უტარებთ, არამედ პრაქტიკულ მეცადინეობებსაც. აქ ამ ტერიტორიაზე განლაგებულია სკები, სხვადასხვა სახის სკებია განლაგებული, საიდანაც შეიძლება როგორც თაფლის მიღება ცხადია, ისე ფუტკრის რძის მიღებას ვასწავლით, ფუტკრის შხამის აღებას ვასწავლით, სხვადასხვა მეფუტკრეობის პროდუქციის წარმოებას, როგორც არის სანთელი, პროპოლისი და ასე შემდეგ. ტერიტორიაზე როგორც ხედავთ, არის როგორც სკები განლაგებული, ასევე ტერიტორიაზე დავდგეთ თაფლოვანი მცენარეები და ამ მიმართულებითაც მეფუტკრეებთან გვაქვს პრაქტიკული მეცადინეობები, თუ რომელი თაფლოვანი კულტურა, როდის ხვავის, როდის მოაქვს ფუტკარი, როდის უნდა მოხდეს ამ ფუტკრის გადაყვანა ამ თუ იმ ადგილზე. სპეციალისტების განცხადებით, ბოლო წლებში მნიშვნელოვანი წინსვლა შეინიშნება მეფუტკრეობაში ინოვაციური მიდგომების დანერგვის თვალსაზრისით. ის რაც იყო და ესე იგი კონსერვატიული მიდგომა მეფუტკრეების მხრიდან ნელ-ნელა ეს ასე გალღვა და მეფუტკრეებმა დაიწყეს ფიქრი არ მარტო თაფლის, არამედ სხვა მეფუტკრეობის პროდუქციის წარმოებაზეც. მინდა დაბეჭდებით ვთქვა, რომ ეს ესეა, პროცესი მიდის.